აშკარად ძალიან დიდ ინტერესს იწვევს შიდა წვის ძრავებზე მომუშავე არსი მანქანები. ნიტროების და განსაკუთრებით ბენზინი. მახსოვს ჩემი GT-არი რო დავდე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და გადაიღე ვიდეო, მაგრამ გაფრჩებულია ეს GT-არი და ჯერ ვერ გადავიღე. ამიტომ ჩემმა ძმაკაცმა, კოდინმა, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მომიყვანა თავის HPI ბაჰა 5B, რომელიც არის შიდა წვის ძრავზე, ჩვეულებრივი ორტაქტიანი ძრავი აქვს, ბენზოხერხებშიც ეკაყენია ხოლმე რო იცოდეთ და ეს კონკრეტული მოდელი არის ბაგი, რომელიც განკუთვნილია სწრაფმავალი ოფროუდებისთვის და კონკრეტულად ტრეკის მანქანაა. ვაღიარებ, აი ესე საჯაროდ ვაღიარებ, რომ დიდად შიდა წვის ძრავები არ მიყვარს, იმიტომ რომ რამდენი შეხებაც მქონია, კი მართალია იმასაც გეუბნებით, რომ თვეობით და კვირაობით მე არ მიტარებია და ეგეთ შეხება არ მქონია, მაგრამ აი რამდენსაც შევეხე, ყველა მტვინი გაბურღა, ხან ის დაასველა, ხან ეს დაასველა, მარტივია ხოლმე რომ ეს მეებს რა ქვია, ელექტროძრავებს მოუჭწავა რა, ძალიან მარტივია და ხო და თქვენი თხოვნით გადავიღებ ამ მანქანას. ხო და ეხლა ჩემი თხოვნით კიდე თქვენ გააზიარეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩემი არხი. დაალაიქეთ კიდეც და გააზიარეთ კიდეც. სიგრძით არის სადღაც 82 სანტიმეტრი. ანუ მასშტაბში აი ნამდვილ ბაგს რო შევადაროთ, ნამდვილი ბაგის 1/5-ია. მეგობრებო, ძალიან დიდია. ეხლა მე არ ვიცი მანდ რამდენი თაღი ქონთ, მაგრამ ძალიან დიდია. და ამ მონსტრს მეგობრებო 700 გრამიანი ბაკი აქვს. თითქმის 1 ლიტრი ჩადის. ცოტა ნიავით უქარი ამოვარდა და ჩემს პატარა მიკროფონს ფაფახიც დავაფარე. და ხო მართლა, ამ მოდელს აქვს სხვადასხვა სიმძლავრის ძრავები. 23 cc-დან 32-მდე არის. ეს კონკრეტული არის 29-იანი, სადღაც გამოიმუშავებს 2.5-3 ცხენის ძალას, აი ნამდვილ მანქანასთან შედარებით და მისთვის სამი ცხენი ძალიან ბევრია. ახლა მე ვიმყოფები Husky Park-ში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თელ Husky Park-ს, რომ დაგვითმეს ესეთი ადგილი და ეხლა ჩვენ გადავალთ ამ ტრეკზე, ასე რომ ამოვქოგოთ ჩვენი ბაჰა. ესე იგი თქვენთან მომართვა რომ შევძლო, ეს მანქანა შორს უნდა წავიყვანო ხოლმე, თორე ტვინი წაიღო. აი ერთი მინუსი. წავედით იქ, სადაც ამან უნდა იაროს. გავიჭედე. მეგობრებო, სხვა ემოცია აქვს. აი ელექტროები ხო ძალიან მიყვარს, მაგრამ ამას რა, აი მაინც ეს ნამდვილი შეგრძნება. ბევრად უფრო არის და ცოტა მეტად გეშინია. ეგეც ფაქტია რა. წამო, ამოვაყირავთ თუ რავი, რაღაცა მოვიდა. შეგრძნებები არის როგორი? ისი თითქოს რაღაცა ახალ სფეროში ვარ. თითქოს ის სტანდარტი, რასაც ვაკეთებ, არ არის და რაღაც უფრო ისე შეგრძნება მაქვს, თითქოს მოტოციკლს თუ რაღაც მოპედს თუ ვერ გავიგე რას ვმართავ. განსხვავებულია, ძალიან განსხვავებული შეგრძნებები აქვს და პლუს აი პრაქტიკაში სხვანაირია რა. თუ არ ნახავთ ისე ვერ გაიგებ და გეხოცები არხი გამოიწერეთ რა. აუ ძალიან განძლია, არ მეგონა. ნიკა მეუნებოდა არ ახტუნაო, რაღაც გავფუშებაო და ეხა იქით არის ის რომებში. გაძვრა. პროსტა გამძვრალია. წავედით. ცოტა არ იყოს და ტვინი დამეღალა. თავის მეტკინა. ეგ ერთი მინუსი აქვს, მაგრამ გაუძლებს ადამიანი. ეხლა რა ხდება აქ? ნიკოლოსად ხარ? აქ ეს შპილკარი, აი ესე ჯდება. და ის დაიკარგა. გაწავალთ ჩვენ ამ მანქანას შევაკეთებთ და გავაგრძელოთ ვიდეო. თქვენ კი იქამდე არხი გამოიწერეთ, სარიზღი ლაკი გააქტიურეთ და მოვედით სახელოსნოში გარეთ წარმაცლიან მესამე დუბლს წერ უკვე, იმიტომ რომ პირს არაჩუმებენ რომ გამიფუჟონ კადრი და აგე ჩვენი გაფუჭებული ბაჰა უნდა გავაკეთოთ. ეხლა
სხვათა შორის ეს მანქანა იყო ახალი, სანამ გავატარებდი. აი ახლა ესეთი საინტერესო რამეები გვაქვს. აქაც შეგიძლიათ აი ესეთი მაგალითად მწვანილი თუ იმეს გაკლეთ, ესეც მოკლედ იმოსვლით. აი შპილკები. ეხლა გაჩვენებთ. აი ეს შპილკები, აი აქ უნდა გავაკეთოთ. ასე რომ რადგან ვიპოვეთ ჩვენი შპილკა, შეკეთების დროა და სად არის ჩემი ჯადოსნური ჯოხი და აი აქ არის. რებარო. აი ასე მარტივად კეთდება ჩვენ სახელოსნოში არსი მანქანები და ხო მართლა, წამოდით. რა შეეხება ამ მანქანას? არ გეგონოთ რომ დამავიწყდა. უბრალოდ ძალიან ბევრი რამ იყო შესაკეთებელი. მომხვევი არ მუშაობდა, რაღაცები იჭედებოდა, რილსი ვისაც გაქვთ ნახიკას ნახავდით რომ რაღაცა თავისით გაუტია და თავისით დარბოდა. მოკლედ ძირითადად ეხლა ყველაფერი გაკეთებულია და რაც შეეხება თქვენ კიდე შეგახსენებთ რომ გააზიაროთ ჩემი ვიდეო. ზარისღილა კი გააქტიუროთ, რა თქმა უნდა, ჯერ გამოიწეროთ და ლაიქებიც. ბოროტი არსება მოდის. ერთი, ორი, სამი. რადგან ეს მაინც ბენზინია და მე აქ ძალა, ცოტას დავაწყებინებთ და მეორე ვერსია გავაკეთოთ. დაჭდა. შემდეგი ჩელენჯი უნდა მოუწყოთ ჩვენს მანქანას, ჩემი მანქანის გაწევა. თქვენი ჩელენჯი კი არის ის subscribe-ს დააჭირეთ და აბა ვნახოთ მაგ ჩელენჯს თუ გადალახავთ და წავიდა. 4 საბურავი უნდა ამ საქმეს. ეხლა რა გამახსენდა, ესე ვისაც არ გინახავთ კახას სკოლის ვიდეოები, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ძაღლი ესე იკაჭება ხოლმე. აი ესე არის თუ გინდა ამ სფეროში რამე გააკეთო, სახეზე, ტანსაცმელზე მტვერი, ფეხებში ქვევი და ესეთი რაღაცეები მუდამ გექნება. და სხვათა შორის ოპერატორიც გეყოლება, რომელიც ხშირად იწუწუნებს, ლინზებს მიფუჭებ. ლისზე ამოვედით და გადავწყვიტეთ რომ შევამოწმოთ ამ მანქანის სიჩქარე. დავაყენოთ შესაბამის რეჟიმზე. კარგი ადგილი ვიპოვეთ, სადაც შეგვიძლია შევტენოთ ჩვენი GPS-ი რომ დაიჭიროს. იმედია რომ ღილაკს არ მიეჭირა და მზად ვართ ტესტისთვის. ეხლა შორს გავიყვან და შევეცდები რომ იქიდან წამოვიდე აქეთ. ოპა! მე მგონია რომ GPS-ი გაისროლა. GPS-ი გაისროლა, მაგრამ გადარჩა. ანუ 55 დადის ჩვენი მანქანა. მოდი ერთხელაც დავტესტოთ, რომ დავწუნდეთ, რომ ეგრეა. ბიჭო, რა არის? ნიკა ვაფშე არ მუშაობს. რაღაცა მოუვიდა. ტორმუზი საერთოდ არ მუშაობს. მოკლედ ამ შემთხვევაში 54 იყო. მოკლედ დავწუნდი მაშინ, რომ იმიტომ რომ ცოტა დააკლდა ეხლა. მოკლედ 55 კილომეტრი საათში სისწრაფით დადის ჩვენი ბაჰა. რაც შეეხება ეხლა ასფალტი და გრუნტი. აი რეალურად ეხლა უბრალოდ გახედეთ რაც გავს ის გრუნტი რა. ბევრად უფრო კარგად დადის იქ, ვიდრე აქ და ეხლა პატარა მომენტებს გაჩვენებთ რას გულისხმობ. ბაგია რა. ეს არის ბაჰა, ეს არის ბაგი, რომელიც აი იქ უნდა დადიოდეს და არა აქ. აღარ ვტესტავ სპეციალურად ამ მოპრიალებულ ადგილზე, იმიტომ რომ იქ დარწმუნებული ვარ ძალიან ზედმეტად იცურავებს. მოგწო ჯარტყი. ჯიგარი ხარ. გასავალებიანი ნახე. საზმაგასო მოიყვანა. შეიძლება ტელეფონი ჩამოვტანო ფოტო? რა თქმა უნდა რომ შეიძლება. ჯიგრები ხართ. ეს არის მეორადი დატკეპნილი ასფალტი, რომელზეც მანქანა, რავი, ეს ყოველ შემთხვევაში არ მიტარებია და ვნახოთ რა სიზავს როგორ იზავს. ხოლო სანამ დავიწყებთ ტესტს, გამოიწერეთ ჩემი არხი, ზარისღილაკიც გააქტიურეთ და დავიწყოთ.
მომენტები აი ესეთი მომენტები მინდა თუ ისბურღავს რა. აი 4-4-ზე ეს პრობლემა არ აქვს. აი ოდნავ მუცელს დადებ ეგრევე გაჭედილი ხარ, ეგ ერთი საკითხი. უკუსლა რო არ აქვს ამან, იმენა ტვინი გაბურღა რა. მოკლედ მეგობრებო, ესეთი ამბავი ჩემგან ცოტა უცნაურია, მაგრამ აი ეს მანქანა მე ისე მომეწონა, რომ მუზა მომეცა, რომ მეყიდა, ეხა განახებთ რა. ოპა! ბედნიერი და საწყისი ჩვენი ურთიერთობისა. რაღაც სერიოზული ჭირს. აი ბავშვებო, გავტეხე. ეხა მე რო ეს რო გავაკეთო, აბა ამისთვის რა უნდა ქნან მაყურებლები? გამოიწერო ნახე. ჰა? გამოიწერო. მეც ვერ გავიგეთ ერთი წამით. ასე რომ მეგობრებო, მე გავტეხე ჩემი ახალი მანქანის რაღაც ნაწილი, ძრავზეც რაღაცა აქვს. მოტეხილი და ამისთვის თურმე საჭირო ყოფილა რომ მე გაბრაზებული ვარ. წამ ჩემს სახელოსნოში წამ. არა და ეს დროს როგორი თეთრი რაში იყავი. და როგორი მძიმე შენი. ჩემ გულშემატკივრებთან ერთად გემშვიდობებით და წავედით სახელოსნოში რომ ნახოთ რამდენად გავანადგურე მანქანა. ბაგა შევაჯამოთ ჩემი ეს წვალების დღეები და ჩემი პირველი რეალური ურთიერთობები ამ მანქანებთან, შიდა წვის ძრავიანებთან და მოდი დავიწყოთ პირდაპირ შეფასება. დავიწყოთ იმით, რომ ბოლის სუნი ხმა, რომელიც ეგეთი ხმა, სადღაც შეიძლება ტვინსაც გიბურღავდეს რაღაც მომენტში. ბენზინის სუნი, ზეთის სუნი, ხელებზე სუნი, ჭუჭყიან მანქანაში სუნი. არის, აი ეს მომენტი არის დისკომფორტი. სახში რომ გინდა რომ აიყვანო და სამდე დადო, სახშიც სუნი. ამისთვის ცალკე უნდა კონდეს რაღაცა პატარა ფარეხივით ან მართლა რაღაც შენ მანქანის ფარეხში უნდა გედგას ეს მანქანები. სამწუხაროა რომ ეს ბიჭი თქვენთან ერთად ვერ გავტესტე, მაგრამ მე უთქვენოთ საკმაოდ ბევრი ვატარე სანამ ჩემი ვიდეოგრაფი მოისლიდა. ხო და მოკლედ საბოლოო შეჯამებაზე კი ასეთნაირად შევჯერდებით. მოკლედ თუ გევასებათ აი ეს რეალური გრძნობები, აი რაღაცა რეალურს რომ მართავ. აი ეს შიდა წვის ხმები და აი ეს მთელი რაღაცა ხო ხვდებით რასაც გულისხმობ, ეს ნამდვილის განცდა. აი ეს მანქანები იცოდეთ თქვენია. მართლა ძალიან მაგარია, ძალიან მომეწონა, არ მეგონა თუ ასე შემიყვარდებოდა. ჯერჯერობით ჩემთვის ისევ ელექტროს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა რამდენი პროცენტით უკვე საკითხავია. ასე რომ, მოკლედ ძალიან ფათერაკებით ახსავსე დღეები გამომივიდა. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარზღილაკი, გავაკეთებ ჩვენს თეთრ რაშს და დაგიბრუნდებით კარგი ტესტით. მიხდებოდით, რომ ძველი ვიდეო დავამონტაჟეთ, იმიტომ რომ ახლის გადაღება სრულად ვერ მოვასწარით, თუმცა სულ მეუბნებოდით, რომ შიდა წვის ზრავა, აი გადავიღეთ შიდა წვის ზრავა და იმედია მოგეწონათ. ხო, რაც შეეხება იმ ჩემ თეთრ დამტრეულ მანქანას, აუცილებლად მომავალში არ შეგვიდებით, რომ მომდევნო ვიდეო იქნება, მაგრამ აუცილებლად მაგასაც გადავიღეთ და ისღა დაგჩენიათ, რომ ყოველ კვირას 8 საათზე დაელოდოთ და უყუროთ ჩემ მომდევნო ვიდეოებს. არხის გამოიწერეთ.